დღეს არის შაბათი 3 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 21 დეკემბერი საეკლესიო კალენდრით 2025 წელია და საერო კალენდრით არის 2026 წელი და დღეს არის ორი ქართველი წმინდანის ხსენება რომელთა ნათქმა უნდა როგორც წესი არ გაგვაჩნია ეს ნაწილები და ორი წმინდანის ხსენება რომელთა ნაწილები გაგვაჩნია და დავიწყოთ თავიდან დღეს არის წმინდა მაკარი მმარხველი დღეს არის ხსენება ეს არის ხახულის მონასტრის წინამძღვარი და პირველი აი მინდა სწორედ წმინდა მაკარიზე მოგიყვეთ წმინდა მაკარი ეს არის წყარო მისი წყარო არის გიორგი ესე იგი მცირე ცხოვრებაი და მოქალაქობაი წმინდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა ანუ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია იქ არის ნახსენები წმინდა მაკარი მეტი არაფერი ვიცით და ეხლა მოგიყვებით იქ რა არის ესე იგი მოთხრობილი გიორგი მთაწმინდელის შესახებ არის და როგორ მოხდა ეს არის აღწერილი როგორ მოხდა გიორგი მთაწმინდელი აი ამ ხახულის მონასტერში ესე იგი მისი ბიძები მამის ძმანი ხახულში მოღვაწეობდნენ ესე იგი გიორგი მწერალი და საბა და მათ თავიანთ ძმას იაკობს უთხრეს რომ მისი შვილი ანუ ამათი ძმის წული მოიყვანათ მონასტერში და მართლაც რომ მოიყვანეს ამ გიორგი მთაწმინდელმა ძალიან დიდი პატარა იყო ბავშვი იყო ჯერ და ძალიან დიდი შტაბეშტილება მოახდინა ამ ბავშვმა ყველაზე იმდენად რომ აი სწორედ აქ მოხდა როდესაც იგი აქ არის ნახსენები მაკარი წმინდა მაკარი ხახულის მონასტრის წინამძღვარი და მას მიუყვანეს რა თქმა უნდა გაიცნო გაესაუბრა და იმდენად შეუყვარდა ეს ბავშვი გიორგი რომ მე ვიქნებიო მისი სულიერი მოძღვარიო აი ბავშვი მიიღო როგორც ესე იგი და აქ არის რაღაც არაჩვეულებრივი სიტყვები ნათქვამი ესე იგი ეს იყო ყრმაი გიორგი მთაწმინდელზე ელაპარაკე მოხუცებულებითა შემკული ანუ ჭაბუკი სიბერითა განშვენებული და ეს პატარა ბავშვი ბრძენკაცივით საუბრობდა და მსჯელობდა და აი აქ არის მოყვანილი აქვს გიორგი მცირეს მართალი გითხრათ არ ვიცი ზუსტად რა ადგილი მაგრამ ბასილი დიდი იტყვისო ესეთი რამ ნათქვამი ბასილი დიდი იტყვისო და გაახსენდა აი ამ გიორგიზე ბასილი დიდი იტყვისო რომ მხცე ანუ მხცოვანება ანუ ჭაღარა მხცე მოხუცებულობა მხცოვანება არს სიბრძნე და გონიერებაი კაცთა შორის გონიერება ნიშნავს ნავარჯიშებ გონებას და სიბრძნე ნიშნავს შეძენილ ცოდნას და აი ამითი იზომება მხცოვანება და არა ნახეთ რას ამბობს საოცრებას რაღაც ისე კარგად აქ ნათქვამი და არა სისპეტაკეთ მათაი არა სარგებელს არსო მარტო თეთრი ესე იგი თმის სითეთრე არა მარტო სითეთრე არაფერი სარგებლობა აქ ამას არა აქ იმიტომ რომ აი სწორედ აქ ამ გიორგი მთაწმინდელთან დაკავშირებთან ნათქვამი რომ ეს იყო პატარა ყრმა რომელიც აი ამ საოცარი აზროვნებითა და უკვე შეძენილი ცოდნით გამოირჩეოდა და ვითარცა ვთქვით იხილეს რაი კეთილთამად ბერთა ძმის წული თვისი ესრე ჩემკული მიგვარეს იგი მამასა მაკარის რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მის წინამძღვარი იყო დიდი სამის ხახულის ლავრისაი ხოლო მან მაკარემ ვითარცა იხილა ფრიად განიხარა და ვითარცა შვილი შეიტკბო აკურთხა იგი კურთხევით ამით აბრაამისათა ანუ აბრამიანთა და ეკლესიის ევლოგიასა მონაწილე ხო ანუ აზიარა
და სულისა თვისისა შვილად უწოდა სულისა როგორ ლამაზად ნათქვამი სულისა თვისისა შვილად უწოდა თავისი სულიერი შვილი ჩვენ ახლა ესე თორე სულის შვილი უწოდა და და შემდეგი აქ ბევრი ხა გიორგი თაწმინდელის შესახებ არის ამიტომ მე აღარ გავაგზავნებ მაკარიზე მეტი არაფერი არ არის ნათქვამი მე როგორ უბრალოდ განვითარდა მოვლენები და ეს როგორც დიდი მამა ისე არის დასახელებული მაკარი ამიტომ მე გადავალ ახლა სხვა წმინდანზე და ეს იმ სხვა წმინდანზე გადასვლა კი მართალი გითხრათ ძალიან მიმძიმს ესე იგი საუბარი არის ანტონ მეორე კათოლიკოს პატრიარქი ქართლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე რომელიც ჩვენს დროში შეირაცხა წმინდანად და ეწოდა მრავალვნებული ეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1788 წლებში 1800 წლებში და აი ანტონის შესახებ მინდა მოგიყვეთ ახლა და დავიწყებ ჩვეულებრივად მაგრამ აი რატო აი ფეხები ვრჩება ამის უკან რომ ამბობენ ეს გამოთქმა არსებობს ჩვენ ესე იგი ამ თემაზე გვისაუბრია ეს არის ჩვენ ვისაუბრეთ მაგალითად კრწანისის ბრძოლაზე რა მოხდა როგორ მოხდა 1795 წლის ომი ეს აღამაჰმად-ხანის ომიც არა აღამაჰმად-ხანის შემოსევა და ოხრება საქართველოს და რა ვიცი ყველაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა საერთოდ საქართველოს ისტორიაში მაგრამ აი როდესაც მე თქვენ ამაზე გიყვებოდით და როდესაც გესაუბრებოდით ის საუბრებს რომ მოვისმენთ მე არც მიხსენებია სხვათა შორის მაშინ ანტონ მეორე და იცით რა აი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აი ამაზე მძიმე სასაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით კიდე რამე იარსებებდა და აი ხა მოგიყვებით ეს არის ანტონ მეორის პიროვნება დავიწყოთ თავიდან ანტონ მეორე დაიბადა 1762 წელს დაიბადა 1762 წელს და აი მეტი რო არ შეიძლება ესე იგი მეფის ოჯახში ერეკლე მეორე არის მისი მამა და დარჯა დედოფალი არის მისი დედა აი ერეკლეს ცნობილია რომ ბევრი შვილი ყავდა და ეს არის ერეკლეს ერთ-ერთი შვილი რომელიც აი ხა სწორედ ახლა ვთქვით ამ გიორგი თაწმინდაზე როგორ გამოირჩეოდა სხვებისგან ეს გამოირჩეოდა ეს ანტონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა და იყო საოცარი ყრმა ჭაბუკი იყო და მამამ ერეკლე მეორემ პირველ დაწყებითი განათლება სასახლეში მიიღო ერისკაცობაში თეიმურაზი ერქვა სახელად ბაბუას სახელი თეიმურაზ ბაგრატიონი და სამეფო კარზე მიიღო და შემდეგ ერეკლემ გააგზავნა თბილისის სასულიერო სემინარიაში და უშუალოდ ანტონ პირველ კათალიკოს მიაბარა ბავშვი ანტონ პირველი კათალიკოსი ქართლის საქართველოს კათოლიკოსი ეს იყო როგორ გითხრათ რთული პიროვნებაა ძალიან და ძალიან ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლება ამ პიროვნებაზე საუბარი ანტონ პირველზე მაგრამ ერთი რამ უდავოა რომ ეს იყო მაშინ სემინარიის რექტორიც და ეს იყო საოცრად განათლებული პიროვნება. ამას ბევრი სხვადასხვა აზრი გამიგია ანტონის შესახებ, მაგრამ ამას ვერ დაუკარგავ. რომ ეს იყო საოცრად მწოდნე და განათლებული და მან ჩაიბარა ეს უფლისწული ახსასდელად და შეიძლება ითქვას, რომ როდესაც წამოიზარდა ცოტა, სემინარიაში სწავლობდა უკვე, ფაქტობრივად სემინარიაში მივიყვანეს, საოცარი ცოდნა გამოიჩინა და რო აღიკვეცა, ბერად აღიკვეცა მალევე და ამიტომ ანტონი უწოდეს, სწორედ ანტონ პირველის სახელი უწოდეს, იმიტომ რომ ეს იყო მისი მოძღვარი, ეს იყო მისი აღმზრდელი. და
და სრულიად ახალგაზრდა, აი სწორედ ის რაც ახლა ვთქვით ჩვენ ხცოვანებაზე, აი ხცოვანებაზე ეს სწორედ ამითი გამოირჩეოდა საოცრად გახსნილი გონება ჰქონდა და ძალიან ბევრს ითვისებდა და ძალიან განათლებული იყო უკვე აი ამ პირველივე წლებიდან მოყოლებული, თუმცა შემდეგ კიდევ უფრო მეტად და მეტად განვითარდა და ეხლა რაღაც ისეთ საოცარი ამბები უნდა გითხრათ, რომ ესე იგი 20 წლის იყო ანტონ მეორე 20 წლის იყო, როდესაც ერეკლე მეორემ დელეგაციაში ჩართო. ეს იყო არსევან ჭავჭავაძე იყო ხელმძღვანელი ამ დელეგაციის. აი ეს გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, რომელზეც რაც არ უნდა ილაპარაკონ, ეს სრულებით სხვა ტიპის მოვლენა იყო ეს გეორგიევსკის ტრაქტატი. აი ამ თემაზე მინდა, ესე იგი, საუბარი, ბევრი რამ გამიგია ამის შესახებ, მაგრამ ეს იყო რაღაცა ერეკლეს მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც არ ვიცი ხა მე ამ პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასებებში არ შევალ, აი ცოტა მოგიყვებით და მე გავაკეთოთ ერთად ეს დასკვნები. მოკლედ გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო 1883 წელია და ერეკლე აგზავნის დელეგაციას მოსკოვში ამასთან დაკავშირებით. აი ამ დელეგაციაში ეს ახალგაზრდა უფლისწული 20 წლის უფლისწული არის ჩართული და როდესაც დელეგაცია ჩავიდა, იმპერატრიცა იყო მაშინ თუ იმპერატორი ეკატერინე და იგი მოკლედ მან ერეკლეს შვილი დიდი პატივით მიიღო. ერეკლეს სხვა შვილიც იყო იქ, მაგრამ მე იმაზე აღარ გავაგზავნებ საუბარს, მაგრამ ეს განსაკუთრებით მიიღეს ძალიან დიდი პატივით. ანტონი მიიღეს დიდი პატივით და საოცრება 20 წლის იმდენად ეს გამშვენებული იყო ყველაფერი, ჭაბუკი აკურთხეს ეპისკოპოსად იქ მოსკოვში. აკურთხეს ეპისკოპოსად, დაადგინეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და მერე უკვე დაუსრულებლად მოგვიანებით მიანიჭეს ალავერდელის ტიტული და აი აქ არის ერთი, რა გითხრათ რა, ესე იგი, აი მოკლედ ეკატერინე მაჩუკა, იმპერატრიცა ეკატერინე მაჩუკა 183 ბრილიანტით გამშვენებული პანაღია. პანაღია იცით რაც არის, ხო, ეპისკოპოსი ხატს ატარებს, სამკერდე ხატს და აი ეს ხატი, ეს პანაღია იყო 183 ესეთი, ისტორიამ შემოინახა ეს ამბავი რა, 183 ბრილიანტით გამშვენებული. დარჩა რუსეთში და გააგრძელა სწავლა, იქ რამდენიმე წელი დაყო და უკვე ცოტა ხნის შემდეგ, ესე იგი გავიდა 6 წელი გაატარა რუსეთში ახალგაზრდა ეპისკოპოსმა და იქ კიდე ეხლა წარმოიდგინეთ ჯერ ანტონ პირველის მიერ მიცემული ცოდნა რა იქნებოდა და იქ ესე იგი ძალიან დიდი თან ასეთი შესაძლებლობების ადამიანმა დიდი ცოდნა მიიღო და 1799 წელს ანტონ პირველი გარდაიცვალა და აი ანტონ მეორე დაადგინეს ქართლის კათოლიკოსად, უпроსტորად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. აი თითქოს ახლა ხო გეუბნებით, აი 1000 აზრი მოდის თავში ახლა, მეფის წულია და თითქოს შეიძლება იფიქრო მოგივიდეს თავში აზრად, რომ აი რაღაცნაირად ეს აი მეფის წულობის გამო დაადგინეს და რაღაც. რა თქმა უნდა, ალბათ არც უმოგისობაა, მაგრამ აქ თავარი ის არის, რომ რაც აღმოჩნდა შემდეგ და რაც გამოიკვეთა მოგვიანებით, რომ ეს იყო აი ასეთ ახალგაზრდა ასაკში 27 წლის იყო, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა და აი ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ესე იგი ეს გამობრწყინდა ამისი პიროვნება. გამობრწყინდა, აი ხო მოგიყვებით, აი ვერ მინდა რომ ჩქარა გითხრათ, აი რისი თქმაც მინდა რა. რომ ესე იგი ეს არ არის, იცით, თანამდებობა და ეს არ არის რაღაცა
ნუ ვინმეს შეიძლება უგნურ ადამიანს შეიძლება მოუნდეს რა რომ სახარბიელოდ მოეჩვენოს და შეშურდეს და რაღაცა რომ აი ესეთი ახალგაზრდა კათოლიკოს პატრიარქი გახდა მაგრამ აი თურმე რისთვის ამზადებდა უფალი და აი ვინ იყო ანტონ მეორე აი ამ შესახებ მინდა მოკლედ მოგახსენეთ ნუ ერთი რაც არის ცნობილი რომ სასწავლებლები მოქმედა ბევრი სასწავლებელი ანუ განათლების სისტემა საეკლესიო განათლების სისტემას ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია და თვითონ პირადად დადიოდა ხოლმე ამ სასწავლებლებში მეორე ესე იგი რაც ასევე დიდი ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა მოკლედ ეკლესიის მართვას და აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთში მისიონერები გააგზავნა ნუ განათლებული სასულიერო პირები, იმიტომ რომ მაინც ეს ფაში ყოველთვის იყო დღესაც არის რა თქმა უნდა აი ეს ნაკლებობა თუმცა ახლა მაინც რო გითხრათ ესე იგი ზოგადად განათლებას რაც შეეხება არც ახლა ბრწყინავს მაინც ჩვენი ქვეყანა ამითი სამწუხაროდ მაგრამ ნუ აი თაში განსაკუთრებით და ესეთი შემდეგ კიდევ ერთი რამ არის, კიდევ ერთი ფაქტია ცნობილი, ახლა ჩვენ ამ საბედისწერო თარიღს ვახლოვდებით, ეს არის 1795 წელი, ხო? 1792 წელია და იმერეთში არის უფლისწულებს შორის დაძაბულობა, ეს არის დავითი გიორგის ძე და დავითი არჩილის ძე. მე ხა ამას აღარ ჩაუღრმავდები. და ერეკლე მეორე აგზავნის ანტონ მეორეს ახალგაზრდა კათოლიკოს პატრიარქს აგზავნის ამათ შესარიგებლად და მან ეს მოახერხა შეარიგა და აი სწორედ არჩილის ძე აკურთხა მეფეთ იმერეთის სამღვდელოებასთან ერთად ეს არის მეფე სოლომონ მეორე ეს არის შვილიშვილი ერეკლე მეორის და აკურთხა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი ლამის ერთადერთი ვინც ერეკლეს ბოლომდე გვერდში დაუდგა აი ბოლომდე სოლომონ მეორე იყო ესა რომელმაც იგი ბრძოლის ველიდან გამოიყვანა 1795 წელს და ნუ მოკლედ აი ესეც შეიძლება ითქვას ანტონის დამსახურება და ამის შემდეგ იყო სწორედ აი ეს აღამაყმად ხანის შემოსევა ნუ შეიძლება ითქვას აი ამ წუთამდე აი ამ წანისის თუ რა ვიცი რა დავარქვათ რა მოვლენა იყო ეს რაღაცა შინელისტიკური უბედურება აღამაყმად ხანის შემოსევა აი აქამდე ანტონ მეორის ცხოვრება იყო შეიძლება ითქვას ალბათ რომ ბედნიერი ცხოვრება იყო მშობლები ცოცხალი ყავდა თან რა მშობლები ესე იგი ერეკლე მეორეზე ლაპარაკი და იგი ესე იგი ყველანაირად სამეფო ოჯახის წევრია ანუ უფლისულია და აი ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ თანამმართველია მამის ერეკლე მეორის იმიტომ რომ არის კათოლიკოს პატრიარქი და აი ყველა შესაძლებლობა აქვს რომ ესე იგი ეკლესიაც აღორძინოს და მართოს და აი წესრიგი დაამყაროს და აი რა უნდა ინატროს კიდე სასულიერო პირმა და რა უნდა ინატროს კათოლიკოს პატრიარქმა ამაზე მეტი ხო აი ესეთი ცხოვრება იყო აი ესეთი ახალგაზრდული ენერგიით საოცარი ხო როგორც მოგახსენეთ განათლებული ადამიანი და აი ამ დიდ საქმეს აკეთებს და აი ხა ეს რაღაცა ნუ რა ვიცი რა ქვია ამას დასრულდა ფაქტიურად აქ საქართველოს აი ძველი საქართველოს ისტორია და ეს ახალი ისტორია როგორი იქნება კარგი არაფერი მოკლედ რა კარგი არაფერი და ესე იგი რაც აი მე მაგალითად პირადად ამ კუთხით არასოდეს შემიხედავს რომ ეს გამწარებული მეფე ერეკლე მეორე 92 წლის იყო 80-ის რომ ესე იგი აი 80 წლის ადამიანი ხმლით ხელში ბრძოლაში აი რომ გადაეშვა და თვითონ რო იბრძვის და
ნუ აი რა ვიცი ეს დღეში რო ჩავარდება იმიტომ რომ უღალატ ეს იმიტომ რომ არ დაუდგენ გვერდში ხალხი რო ყოლოდა გაიმარჯვებდა და ნუ რა ვიცი მოკლედ არ მოხდებოდა ეს უბედურება რაც მოხდა და აი ესეთი გამწარებული გამოიყვანა სოლომონ მეორე მერეკლე მეორე ბრძოლის ველიდან და ეს არის მისი მამა ესეთი გამწარებული ქვეყანა აოხრებული ესე იგი ეს თბილისი კი არა მარტო ესე არის ნუ ხა მე აღარ მოყვები ეს მოყოლილი მეც მოყოლილი მაქვს ეს ყველაფერი რომ რაც გადაურჩა აი ამ აღამ ახმათხანის מחვილს შემდეგ დამარხავი არ იყო ამათი და აი ამ ეპიდემია მოიცვა ქვეყანა აი ესეთი ქვეყანა ფაქტიურად შერჩა ხელში ანტონ მეორეს და აქედან იწყება აი სწორედ ეს რაც მინდა გითხრათ ესე იგი რომ რეალურად მე ერეკლე ხომ მალე გარდაიცვალა მე სულ მალე 1798 წელს 3 წლის შემდეგ ამ ამბებიდან და რა ვინ დარჩა ესე იგი ნუ შვილი ერეკლეს მე შემდეგ გიორგი მე-12 გახდა მეფე ხო მაგრამ ისიც ცნეული იყო და ესე იგი ნუ რა ვიცი ისიც მალე გარდაიცვალა მე და ფაქტიურად ხო აი ესეთი კუთხით აქედან რო შევხედოთ აი ეს ანტონ მეორე დარჩა ერთადერთი ჭირისუფალი არ ვიცი რა სიტყვა მე უბრალოდ სხვა შემთხვევაშიც გამიგია სიტყვა ის სუდარა გადაფარებული საქართველოსი აი ესეთი ქვეყანა შერჩა ხელში აი არავით არის პერსპექტივა და თუ გავაკეთებთ შემდეგ ესე იგი კიდევ ანალიზს რა მოხდა როგორ მოხდა და ეს ჩანს ყველაფერი შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები იქიდან ჩანს რომ 1801 წელია და ერეკლეს დიდი იმედები რომ მას გაფორმებული აქვს ეს გეორგიევსკის ტრაქტატი რომ ესე იგი სუვერენული სახელმწიფოა რომ რუსეთი ამისი საწინდარია რომ საქართველოს დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს მათი დახმარებით ყველაფერი პირიქით და ნუ რა ვიცი ესე იგი სახელების და გვარების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ ეკატერინე, ალექსანდრე პირველი იმპერატორი, ტოტლებენი, ტორმასოვი, ციციანოვი, რუსანოვი, პასკევიჩი. ეს არის პიროვნებები, რომლებიც შეიძლება ითქვას იმპერიის ჭანჭიკები არიან ფაქტიურად, კი არიან გადაწყვეტილების მიმღებები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ზოგადი იმპერიული ხედვა, ვერაფერს ვერ იზამ, როგორც ეკლესიასთვის უწერია, რომ არის ჟამი შენების და ჟამი ნგრევის, არის ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა და აი ჟამი დადგა საქართველოსთვის. ვერაფერს ვერ იზამ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბედისწერა, შეიძლება ითქვას და ეს დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღესაც ძალიან აქტუალურია, რომ ჩვენ გვაქვს საზღვარი, დიდი საზღვარი გვაქვს საკმაოდ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი რუსეთთან, რუსეთის სახელმწიფოსთან და ეს არის აი რა ვიცი, რა გითხრათ, ბედისწერა ჩვენ რუსეთს ეს რა თქმა უნდა ეს მსუყე ლუკმა რა თქმა უნდა ჭირდება თავის საზღვრების გასამაგრებლად და აი პირდაპირ აი ლანგარზე რომ დაგიდებენ რაღაცას ერთი მხრივ ერეკლესთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ აი რუსეთის იმედი ქონდა და მეორე მხრივ რუსეთისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ აგერ ბატონო ეს საქართველო და რა ეს ზოგადად რომ ისტორიულად რომ შევხედოთ ახლა მე რაღაცა იმ დეტალებში არ შევდივარ რა გააკეთეს ესე იგი ამ რუსებმა ფაქტიურად ეს ტოტლებენი იყო ერეკლეს რო უღალატა რამდენჯერ მიატოვა ესე ჯარში და ბრძოლაში მარტო და აი ეს ბოლო ეს იყო როდესაც არ დაეხმარენ ერეკლეს და ფაქტიურად ხახაში ჩაუგდეს ჩვენი ქვეყანა აღამ ახმათხანს რომელსაც არაფერი არ აინტერესებდა საერთოდ გარდა იმისა რომ აეოხრებინა ეს ქვეყანა რაიმე სტრატეგიული და ეს კი არ იყო ეს უნდა აეოხრებინა ქვეყანა აოხრებინეს და
ფაქტიურად დემორალიზებული, აბსოლუტურად დარბეული, აი ეს ქვეყანა ასეთი ჭირდებოდათ. რუსეთს ასეთი ქვეყანა ჭირდებოდა და აიღო პირდაპირ ესე იგი ხელში გამოაგზავნა ეს თავისი რაც ჩამოგითვალეთ ეს მართველები, ეს მეფის ნაცვლები და 1801 წელს არავითარი გიორგიევსკის ტრაქტატი. პირდაპირ ანექსია გამოაცხადა, რომ ეს ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შედის, გუბერნია ხდებოდა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რუსეთში თვითონ აღარ არის ავტოკეფალია უკვე. ანუ პატრიარქის ტახტი უკვე დიდი ხნის გაუქმებულია და რუსეთის სინოდს მართავს სახელმწიფო ობერპროკურორი არის რუსეთის სინოდის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მოხელე, ერის ადამიანი და რა თქმა უნდა, ესე იგი ასეთი რუსეთი ავტოკეფალურ ეკლესიას და კათოლიკოს პატრიარქს აქა, რომელმაც უნდა მართოს ეკლესია და შესაბამისად ქვეყანა, ამას რა თქმა უნდა რუსეთი არ მიიღებს, ვერ აიტანს და აი ეს ვისაც არ მიიღებს და ვერ აიტანს არის სწორედ ანტონ მეორე კათოლიკოსი. ეხლა თან აი ეს მინდა კიდე ერთხელ ხალხი გაუსვათ რამს, რომ როდესაც ანტონ მეორე გარდაიცვლება, მე ამაზეც მოგახსენებთ, ეხლა როდესაც ანტონ მეორე გარდაიცვლება, პირდაპირ ნათქვამია, რომ ეს ძვირფასი პანაღია, რამდენი იყო 183, ხო? 183 ბრილიანტით დათვალეს ეს ბრილიანტები. 183 ბრილიანტით გაწყობილი პანაღია რუსეთმა უკან დაიბრუნა. ნახეთ რა მოხდა, რა საოცარი რაღაცაა რა, რომ აი ესეთი თავიდან ესე მიგვიღეს. თავიდან ესეთი ძვირფასი პანაღია გადმოსცეს, კათოლიკოს პატრიარქს, მაგრამ ჯერ ეპისკოპოსს რა, ჯერ არც არის კათოლიკოს პატრიარქი. ეპისკოპოსს, აი მეფის შვილს აჩუქეს ესეთი არ ვიცი რა შეიძლება ღირდეს ესეთი პანაღია, რა შეიძლება ჯერთი საერთოდ იცით რა მინდა ვთქვა, რომ რას ნიშნავს ახლა 180 აი ვინ შეიძლება ეს რომ აი თავის დროს უფლება მისცეს რომ ეს გააკეთოს, აი როგორი მდიდარი ქვეყანა უნდა იყო და რატო უნდა გააკეთო 183 ბრილიანტით პანაღია, აი რა რომ ესე იგი უფალს წირავ ამას და რომ აი უფალი შეიწირავს და უფალს უნდა ესა ასეთი ტიპის თაყვანისცემა, რომ აი 183 ბრილიანტით ეს ხა ბრილიანტების ნამცეცები ხო არ იქნებოდა, ხო? ალბათ, რა ვიცი, ხო არა. ხო და აი მოგცეს ეს პანაღია, ვითომ ქვეყანას უზამთრით ახლა გავყიდიდით თუ რა, არაფერი, აი გადმოგცეს შესანახად და დაიბრუნეს მერე უკან და ამით დამთავრდა მთელი ეს კეთილგანწყობა და ეს ისტორია. ეს არის იმპერიული პოლიტიკა, ეს არის სწორედ ის, რომ ეს 183 ბრილიანტიანი პანაღია გადმოგცეს. ჩვენ იმედები გაგვიჩნდა ამითი, რომ თავარი პანაღია კი არ არის, თავარი აი რომ ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ და მერე ესე იგი უკვე როდესაც ეს ქვეყანა აი ასეთნაირად დაეცა მათი პირდაპირი უშუალო ხელშეწყობით ძიმე რაღაცებს ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ახლა მე ძალიან კარგად მესმის. და ამის შემდეგ უკვე შეიერთეს ეს ქვეყანა და რა თქმა უნდა ვერ აიტანენ იმას, რომ აქ რაიმე ტიპის დამოუკიდებელი მმართველობა რო იყოს რაიმე სფეროში და მით უმეტეს საეკლესიო სფეროში და ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის საჭირო ის არის, რომ ეს მეფის ნაცვლები, მაგალითად ეს ვინც გვარები გითხარით, მაგალითად ეს ტორმასოვი მაგალითად ამბობს, რომ ისეთი პატივსაცემი პიროვნება ანტონ მეორე, ისეთი ავტორიტეტი აქვს, რომ პირდაპირ მის წინააღმდეგ შეუძლებელია, იმ წუთშივე აჯანყება მოყვება ამას. ამიტომ რაღაცა მოთაფლით ისე რომ აი იმპერატორს უნდა რომ დაგაჯილდოს, გიბარებს და ანტონმა ძალიან კარგად იცის რატომაც იბარებენ და ერთ-ერთი ასეთი მიწვევისას თავი მოიავადყოფა, არაფრით არ შემიძლია რაღაცა და მეორეჯერ უკვე ესე გაუკეთეს, რომ იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა, ოღონდ იცოდა.
იცოდა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა მეტი ვეღარ დაბრუნდებოდა თავის სამშობლოში თუმცა ბევრჯერ ეცადა იქა და იქაც რო ჩავიდა ნუ იქაც ახლა დიდი პატივით მიიღეს ახლა 20-23 ადამიანი ყავდა ამალაში და იქ დააბინავეს ბინავქირავეს რაღაცა ეს დაუნიშნეს ყოველთვიური რაღაც შემოსავალი და დედოფლის ნაქონი ეხლა ვეგეთყვით დედოფლის სახელსაც დედოფლის ნაქონი 6-ცხენიანი ელისაბედის იმპერატორ ელისაბედის 6-ცხენიანი ეტლი გადასცეს მოკლედ და ამითი უნდა და მე ესე იგი ნელ-ნელა შეაპარეს რომ აი გვინდა რომ მაინც ერთი ეკლესია გქონდეს და თქვენ რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრი გახდებით მეხუთე ადგილზე იქნებით ხა 22-ზე ვერა მაგრამ ნუ მეხუთეზე იქნება აი რაღაც მოკლედ ესეც საშინელი ამბებია რა ესეთი საშინელი ამბებია და რამდენჯერმე მიმართა თხოვნით სინოდს რომ დაბრუნება მინდა არაფერი დაბრუნება და რა თქმა უნდა ეს დაბრუნება ესე იგი გამორიცხული იყო აბსოლუტურად გამორიცხული იყო და ბოლოს ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა შემდეგ 1812 წელს ნაპოლეონის არმია შემოვიდა და ნუ მოსკოვი საერთოდ მიწასთან გაასწორა გადაწვა ეს მოსკოვი და ეს იძულებული გახდა რომ იქ ცხადია რომ იქ ვეღარ დარჩებოდა და შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდში მოხდა მოკლედ რა საბოლოო ჯამში და იქ გარდაიცვალა როგორც ის მაინც რომ მისი სხეული ჩამოსულიყო არც ის არ მოხერხდა იქ დაასაფლავეს და მე როდესაც ჩვენმა პატრიარქმა მოიკითხა აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირის დროს ის ეკლესიაც მიწასთან გაუსწორებთ მოკლედ საფლავიც კი დაკარგული არის ანტონ მეორესი აი ეს არის რა ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ეს რა ჩვენ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად რომ ესე იგი არც ოცხალს და არც გარდაცვალების შემდეგ მას არ იღირსა ესეთი რა ვიცი მოკლედ ეს არის შეიძლება ითქვას საქართველოს ჭირისუფალი რა აი ასეთ ადამიანზე გვაქვს დღეს საუბარი მისი ხსენება არის დღეს და აი ჩვენმა ეკლესიამ ეს იყო ჩვენი პატრიარქის ნუ ძალიან დიდი მონდომება და მის მიერ შემოთავაზებულია ეს წოდება მრავალნებული იუბი მრავალნებული არსებობს ბიბლიური პერსონაჟია და აი ეს იყო ნამდვილად ანტონ მეორე მრავალნებული რამდენი განიცადა რამდენი იტანჯა და რა გადაიტანა ამ ადამიანმა და ნუ დღეს კი ჩვენ შევრაცხეთ წმინდანად და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ხო გეუბნებით ეს რაც 1795 წელს მოხდა ესე იგი ეს იყო ფაქტიურად დასრულება საქართველოს ისტორიის ბოლო დიდიუმი იყო მუხრამაჭავარიანს აქვს არაჩვეულებრივი რაღაც დანახვა რომ დაისთაგან ეს ადგილი წანისია დაისთაგან ქართლისა და რიგით ბოლო დაისია ესე აქ ნათქვამი და ეგრეა ნამდვილად და მინდა გითხრათ რომ აი დასრულდა იქ რაღაცა დასრულდა ძალიან დიდი მაგრამ იცით ის კი არ არის უცნაური და ის კი არ არის გასაკვირი რომ დასრულდა უბრალოდ ბევრჯერ დასრულდა მანამდეც მაგრამ ეს საბოლოო დასასრული იყო და საოცარი ის არის რომ ჩვენ დღეს ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეს იმიტომ გადაიყვანეს ამ შესთავაზეს ბევრჯერ ანტონ მეორეს რომ შევცვალოთ და რუსულად იყოს წირვა-ლოცვა და რა თქმა უნდა არ დათანხმდა ამიტომაც მოეშორეს საკაურობას და აკრძალეს მსახურება აკრძალეს რა 100 წელი აკრძალული იყო ქართულ ენაზე წირვა რატო არ შეიძლება და ხო აი მაგით არ შეიძლება ზუსტად რომ აღარ უნდა ესე იგი გეგმა ესეთი იყო რომ ჩვენ ეს რუსეთის გუბერნია გავხდით თუმცა რუსეთსაც არ არის აქ საქმე სხვა დიდ ამ ვეშაპ სახელმწიფოებსაც ბევრჯერ ჰქონდათ ასეთი გეგმა ირანი იქნებოდა ეს თუ თურქეთი იქნებოდა ოსმალეთი რომ აი ჩვენ აღარ უნდა გვიარსებოდა საოცარი სწორედ ის არის რომ ჩვენ ვარსებობთ რომ ჩვენ დღეს
დაბრუნებული გვაქვს ავტოკეფალია. აი ყველაფრის მერე ხო წარმოუდგენელი იყო რა. აი მაშინ აი ეს რა დღეშიც ანტონ მეორე აღმოჩნდა. აი ანტონ მეორე ამასაც უკვე ვეღარ წარმოიდგენდა, ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ არაუშავს, აი გადაივლის. არა, ამას ვერ იფიქრებდა ვერაფრით. ხო და აი უცნაურია რა, ქართულ ენაზე ვლაპარაკობ. სხვა შორის იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ, იგივე რუსეთია ჩვენ გვერდზე საწავა, ხო? საწავა და რა თქმა უნდა, მას თავისი იმპერიული ამბიციები აქვს და არც იცით სხვა შორის ამბიციებიც არა. თავდაცვა რა მისთვის ესე იგი. ვერავითარ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ასე ახლოს მის მტერს, თავის მტერს რუსეთი ვერ შემოუშვებს რა. და ნუ ჩვენ ესე იგი ძულებული ვართ ამაში მონაწილეობა მივიღოთ და ეს უნდა გვესმოდეს კარგად და გვახსოვდეს. აი ეს არის. მოკლედ ეს არის მთავარი ამბავი და მაგრამ თავარი ის არის რომ არსებობ და ვიარსებებთ აუცილებლად. რატო? აი ანტონ მეორე ყავდა და იმიტომ და ასეთი რამდენი თავდადებული ქართველი. ერისათვის, ეკლესიისათვის, უფლისათვის თავდადებული ამ პიროვნ აი როგორც მაშინ მოხდა დღესაც კი რო ასე მოხდეს და ესე რომ გავწყდეთ ერთი ადამიანის თუ იქნება, ერთი ადამიანიც კი თუ იქნება ქართველი, რომელიც არ დათანხმდება ამაზე და რომელიც მზად იქნება რომ სიცოცხლე გასწიროს თავისუფლებისათვის, აი სანამ ერთი მაინც ესეთი ადამიანი იარსებებს საქართველოს იარსებებს და აი ხელახლა აუცილებლად გაბწყინდება. აი ეს არის გაბწყინება საქართველოში და გაბწყინდება კიდევაც. მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. ნუ მე გადავდივარ, ეხა ორი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, დღეს ვისი ხსენებაც არის. ეს ერთი ამბავი. ორივე ძალიან საინტერესო ამბავია. თუმცა აი ეს პირველი ამბავი, ვისაც უნდა მოგიყვეთ, ეს არის წმინდა იულიანია. იულიანა თუ იულია, არა, იულიანია, ესე ქართულადაც ესეა, იულიანია. ეს იულიანია იყო ნიკომიდიელი. ნიკომიდია, ეს იყო ფაქტიურად რომის იმპერიის აღმოსავლეთი, აი როგორც თვითონ რომი იყო და რომის იმპერიაც ერქვა და დედაქალაქი რომი იყო, თქვა, ხო, ცენტრი, აი აღმოსავლეთში რომის იმპერიის დედაქალაქი იყო ნიკომიდია, სწორედ, რომელიც მერე მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა გადაიტანა ბიზანტიაში. დიდი მანძილიც არ არის მათ შორის, თუმცა ბიზანტია, ანუ კონსტანტინოპოლი რო დაარსა, აი ამ ქალაქ კონსტანტინოპოლი ახალი ქალაქი ააშენა და იქ გადავიდა. მანამდე ნიკომიდია იყო, ძალიან მოსახერხებელი ადგილი იყო, ესე იგი მისა ამაზე გვისაუბრია, ახლა რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ გავჩერდებით და მოკლედ ამ ნიკომიდიაში დაიბადა იულიანია. მამამისი იყო ძალიან ცნობილი პიროვნება, აფრიკანი ერქვა სახელად, წარმართი იყო, დიდარი კაცი იყო და რო დაიბადა ეს იულიანია და ცოტა რო წამოიზარდა, ესე იგი საოცრად ჭკვიანიც და განათლებულიც, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო და ელევსიუსი იყო ესეთი ახალგაზრდა ყმაწვილი, სახელმწიფო მოხელე, რომელიც უგონოდ, ესე იგი, რომელსაც შეუყვარდა ეს იულიანია. იულიანია წარმართი იყო ჯერ და მოკლედ ახლა ამაზე უკეთესი რა უნდა, ესეთი ჩვეულებრივი ამაყი გოგო იყო, რომელმაც ესეთი რამე თქვა რა, რომ გავყვებიო ელევსიუს, ახლა არაფერი დასაწუნი მყმაწვილს არ ქონდა, გავყვებიო, ოღონდ თუ ესე იგი გახდება, თუ იმდენს იზამსო, რომ ეპარქოსი თუ მოკლედ რა ვიცი როგორ გითხრათ ახლა, რომ აი ქალაქის მართველი თუ რაღაც მოკლედ ძალიან მაღალი თანამდებობა. აი ამას თუ დაიმსახურებსო და მიაღწევსო, მეო მასო გავყვები ცოლათო რა. ესე იგი აი ლამის მეფის ნაცვალი თუ რაღაც ესეთი რა. ნუ ამასაც ახლა ამის ამბიციებსაც მეტი რა უნდოდა ამ ჭაბუკის და
თანისის მდიდარი ოჯახიდან იყო და რა გააკეთა, იცით, ესე იგი დიდი ფული დახარჯა ძალიან ამ საქმეში, მოისყიდა სახელმწიფო მოხელეები და მოკლედ მიაღწია ამ თანამდებობას. არც ვიცი რა შევადარო, პრემიერ-მინისტრი მაგალითად, რა დღევანდელი გადასახედიდან მიაღწია, დაისახა მიზნად მიაღწია და გახდა ესე. ხო და როდესაც ესე იგი ეს მოხდა ეს იულიანია, მივხვდა რომ რაღაც სერიოზულად არის საქმე და ამასობაში აი ამ პროცესის დროს იულიანია გახდა ქრისტიანი. გახდა ქრისტიანი და ეხლა აღარ უნდა მაინდა-მაინც ეს გათხოვებაც არ უნდა, მით უმეტეს ეხლა ეს ელევსიუსი და ეხლა ახალი პირობა დაუყენა რა. ახალი პირობა, მე არ მithქვამს, ესე იგი ძველი სადღაც შეიძლება მე-5 საუკუნეშიც კი არის დაწერილი, ჩვენ ეხლა 304 წლის ამბებს ყვებით, ისევ დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს პერიოდია დიოკლეტიანესი და ეს ქრისტიანობა იდევნება საშინელად. ეს ფარული ქრისტიანი იულიანია და ესე განაცხადა ხმამაღლა, რომ გავხვდები და ეუბნება ესეთ რამეს, რომ თუ შენ გინდა ჩემი ბრძანებელი გახდე, თუ შენ გინდა გახდე, შენ უნდა ესე იგი გახდე ქრისტიანი. მოინათლო, მიიღო ქრისტიანობა და მაშინ გამოყვები. არ ვიცი ახლა ამას რომ მიიღო და გამختارიყო ეს გაყვებოდა თუ არა ეს იულიანია ვერ გაიგებ. ხო, მაგას ახლა ვინ იტყვის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი რამე უთხრა. ხო და ესეც ახლა ჯერ ესე იგი ესეთ რამეზე, ეხლა რა მოხდა, ნახეთ, მამამ რო გაიგო ამ აფრიკანოსმა, რომ გაიღო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანია, ამაზე ძალიან გააბრაზდა ცემა საშინელად ეს თავის ქალიშვილი და რომ მიხვდა რომ ეს ამას ვერაფერს ვერ იმას იზამს, რა ვერ გამოასწორებს ეს ქრისტიანია, მიუგდო გაუგზავნა პირდაპირ ამ ელევსიუსს. გაუგზავნა და უთხრა რაც გინდა ის უქენი ამას. გინა მოკალი, გინა ცოლად მოიყვა, რაც გინდა, მოკლედ მე უარს ვამბობ ჩემ შულზე რა. ხო და იმან ახლა ის ხო გითხარით, ესე იგი გაგიჟებულია, შეყვარებულია რაღაცა და დიდი პატივით მიიღო და ესაუბრება და ამან ესეთი რამე უთხრა და ამან უთხრა რომ იცი რა შეაო საქმეო. თავისთავად თუ კი არაფერი არ არის პრობლემა მივიღებო კაცო ქრისტიანობას ამას ვიზო, მაგრამ იმპერატორი რომ ამას გაიგებს, რომ მე ქრისტიანი გავხდიო, თავს მომჭრისო კაცო, თავს მომკვეთავსო. იმ წუთშივე, ესე იგი, საშინელად ამჯისო რა, ამისთვის ახლა რომ გაიგოს, რომ წარმართულ ღმერთებს განუდექიო და აი იულიანი ეუბნება ესეც რაღაცას. შენო გეშინიაო მოკვტავი მეფისო, ხო? ხო და შენ თუ მოკვტავი მეფის გეშინიაო, მე როგორ არ შემეშინდესო, რომ უღალატო, უკდავ ღმერთს, უკდავ მეუფესო რა, უკდავსო და აი შენ მოკვტავის გეშინია და მე კიდე უკდავს როგორ უღალატო და ეს რომ მიხვდა უცებ, ესე იგი უკვე რომ აღარაფერი აღარ შველის ამ საქმეს, საშინელად განრისხდა რა, მიხვდა რაღაცა დაცინვას დაინახა ამ ყველაფერში და რაღაცა თამაში თუ რაღაცა და მოკლედ გახადეს იმ წუთშივე, საშინელად ცემეს ჯერ რაღაც ჯოხების თუ რაღაცის და ჩამოკიდა ამან თმებით. თმები ჩამოკიდა და სხვა შორის ისეთი რამე არ გამიგია მე არსად, რომ თმები ჩამოკიდა და ეტყობა რაღაცა ის უღარის დაასხეს თავზე თუ რაღაცა, მოკლედ თმებით რომ ჩამოკიდა იმ კანმა, თავის კანმა ვეღარ გაუძლო და მოძურა. ესე იგი თმები და ეს კანი მოძურა მთლიანად. და სხვათა შორის მე გაჩვენებთ გამოსახულებას, ერთ-ერთი უძველეს გამოსახულებაზე, სწორედ ესე თმების გარეშეა გამოხატული. ესე იგი, ეხლა რომ ეს ცხოვრების აღწერა ძალიან არქაული ტიპის აღწერილობაა. ენა კი არა მარტო შინაარსობრივადაც და აქ ბევრი
ბევრი ის არის ბევრი დეტალია და ბევრი რამეა დასახელებული როგორ აწამეს და ეს არის რომ აი თქვათ აწამეს და მე ჩააგდეს იმაში რა ქვია ჯურხმულში სადღაცა საპრობილეში და ეს რამდენჯერმე მეორდება და მოკლედ ამას იულიანიას ეცხადება ეუბნება რომ მე ვარ ანგელოზი მე ვარ ანგელოზი ეშმაკი ეცხადება ანგელოზის სახით და ეუბნება რომ მე შენთან გამომაგზავნა უფალმა და ესეთი რამ დაამაბარა რომ ძალიან მძიმე გელოდება კიდე ტანჯვა წამება რასაც შენი სხეული ვეღარ გაუძლებს ამიტომ ესე იგი უფალმა ესე იგი ესეთი რამ დაამაბარა შენთან რომ შესწირებს კერპებს მსხვერპლი არა უშავს მე შენ ამას გაპატიებ შენ ოღონდ შეწირე მსხვერპლი ესე იგი ესე წარმოგიდგენთ ანგელოზი მოვიდა ციხეში ესე სინათლის ანგელოზი და ესეთ რამეს ეუბნება და რა ქნას და ილოცა და უფალს თხოვა რომ ნუ მიმატოვებ და გამაგებინე როგორ მოიქცე და შეეპარა ეჭვი რა ეხა ეგეთ რამეს ეუბნება და უფლის ხმა ესმა რომ იულიანია მე შენთან ვარ და ეს ვინც ეხა მოვიდა კარგად გამოკითხე ერთი ვინ არის და მე გაძლევს სრულ ძალაუფლებას მასზე არ გაუშვა იცოდე დაიჭირე კარგად და არ გაუშვა და შენ უნდა ის დასაჯო იმიტომ რომ ეს არის ეშმაკი და მართლაც იულიანიამ რომ კითხა და ჩაეძია ამან უთხრა რომ მე მამა ჩემმა გამომაგზავნაო მამა შენი ვინ არის მამა ჩემ ბელზებულიაო და მოკლედ ამ იულიანიამს ჩამოსცვიდა ეს ჯაჭვები რითიც იყო შეკრული აი ამ ჯაჭვით ცემა საშინლად ესა და არ მიცა წასვლის უფლება და მეორე დღეს რომ გამოიყვანეს უკვე მოსამართლესთან ამ ჯაჭვით შეკრულს მოათრევდა და ესეუნებოდა ეხვეწებოდა რომ შენ ჭირიმე ხო ქრისტიანები ხო მოწყალენი ხართ ხო და შენ მიწყალე რა მაი შემარცხვენ ამდენ ხალხში იმიტომ რომ მე ბევრთან მივდივარ ესე და ეხლა რომ დაინახავე რომ ესე მიმათრევ და რაღაცა მოკლედ ავტორიტეტი ელახება ეშმაკს ესე იგი და ხო და იულიანიამ ესე იგი გაათხრია შუა ქალაქში და კანალიზაციის ჭაში ჩააგდა მოკლედ ეს ამის შემდეგ ბევრი რამ ესე იგი კიდე ეს ბორბალი გავარვარებულ ბორბალზე წამება შემდეგ რომელიც გაგრილდა შემდეგ კოცონი რომელიც წვიმამ მოულოდნელმა წვიმამ და შემდეგ ესე იგი ცეცხლისალი ესეთი ერთ-ერთი ვერსია რომ იულიანას ცრემლებით ჩაქრა ეს ცეცხლი და ბოლოს რომ ნახა ესე იგი ცუდმა კაცმა ესე იგი ელევსიუსმა რომ ნახა რომ აი აღარაფერი აღარ შეშ ხო აქ არის კიდე ერთი მომენტი დღეს არის ხსენება იულიანასი და 500 მამაკაცი და 130 დედა ანუ 130 ქალი რომლებიც ამის აი ასეთი სიმტკიცის შემყურენი ესე იგი მოექცნენ და ესენიც მათაც თავი მოკვეთეს და ბოლოს რომ უკვე რომ აღარ არის რა სხვა გამოსავალი და ეს ამდენი ხალხი მოექცა ბოლოს გასცა იმან ბრძანება გასცა რომ თავი მოეკვეთათ და მართლაც თავი მოკვეთეს და ცოტა ხანი გავიდა სულ ცოტა ხანი ამის შემდეგ და ელევსიუს ღვთის სასჯელი ეწია სადღაც მიემგზავრებოდა გემით თუ რაღაცა ხარიშხალი ამოვარდა და რაღაცა კუნძულზე გარიყა ეს და ამასთან ერთად კიდე რამდენი ადამიანი და ესე იგი აქ რაღაცა ველური თუ რაღაც ძაღლები იყვნენ რომელთაც დაგლიჯეს ესენი და მოკლედ მიმოაბნიეს მათი სხეულები რომაელი ქალბატონი სოფიო რომელმაც იულიანას სხეული
ესე იგი პატივით დაკრძალა, გადაიტანა ერთ-ერთი გადმოცემა ესეთი პუტეოლა, ესეთი ქალაქი არის იტალიაში და აუშენა სპეციალური ტაძარი და მოგვიანებით კი 568 წელს ლანგობარდების შემოსევა არის იტალიაში და ესე იგი ეს კუმი, ანუ კამპანია ესეთი ქალაქია, იქ გადაასვენეს და 1207 წელს ნეაპოლში გადაასვენეს მისი სხეული, ეს არის ერთი ვერსია. და მეორე კი ბიზანტიელები ამბობენ, რომ კონსტანტინოპოლში არის დაკრძალული. ნუ ეს არის ძირითადად, აი ხა უნდა გაჩვენოთ, ეს არის ბასილი მეორის მილოლოგია. აი ნახეთ როგორ არის მისი თავის კვეთა თმები არა, აქ არის რაც მოგახსენეთ, ესე და ეს გადიდებული არის აი ის სახე, მისი სახე ცალკე როგორც გავადიდე და ესე გაჩვენეთ, აი როგორი არის ამ ბასილი მეორის მინოლოგიაში. ნუ მე-14 საუკუნის ასეთი ხატი არსებობს, ეს არის ფსკოვიდან, მე-14 საუკუნის ხატი არის და არსებობს უფრო გვიანდელი კიდე, ესე იგი კასტორიაში, საბერძნეთში, აი ასეთი გამოსახულება იულიანიასი და კიდევ ჩვენ გვაქვს ქართულ ბერძნული, ნუ ეს ათონური ხელნაწერი ესე რომ ვთქვათ და ნუ ორ ადგილზეა გამოხატული, ხო და აი ორივეს გაჩვენებთ, ხო ნახეთ ესეთი. აი მე ვფიქრობ ეს მედალიონი უფრო დიდი რომელიც არის, გონი ყველაზე კარგად გამოხატავს აი იულიანას ინდივიდუალურობას ესე რომ სახეს. და ბოლოს აი ესეთი ეს არის ტიროლში, სამხრეთ ტიროლში, აი ესეთი კედელზე არის გონი ესეთი ფრესკა, ნახეთ აი აქ არის ქვით 4-ია, ანდრეა მოციქულის ტაძარია და აი გადიდებულს გაჩვენებთ იულიანიას. კი გვიანდელია, მაგრამ ძალიან კარგად არის გამოხატული, ეს მაქვს როგორ მოათრევს. აი ეს. ალბათ ამასაც გამოვიყენებთ, როდესაც მისხად შევქმნით. და ბოლოს ეს არის ესპანეთში მისი სახელობის ტაძარი არის სანტილიანა, ქალაქი სანტილიანა, ანუ იულიანა. აი ეს არის მონასტერი და იქ არის მისი წმინდა ნაწილები, აი ეს არის შუა ტაძარში ესეთნაირად არის დაბრძანებული. აი ეს არის იულიანია და ეხლა გაჩვენებთ მისი წმინდა ნაწილი გაგვაჩნია. აი ესეთი ნაცეცებია. აი ჩანს ხო? ერთს ესე. აი ესე. და კიდე რაღაცა მცირე ნაჭერი გვაქვს მისი შესამოსვლიდან. აი ესეთი. ის კარგად ვერ გავარკვევი, ჯერ ზუსტად რა ნაჭერია მისი შესამოსვლის ესე. აი ეს აწერი ზედ რაღაცა და შემდეგ ნახა მოგვიანებით. და მე გადავდივარ ახლა დღეს ვისი ხსენებაც არის ბოლო წმინდანის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ეს არის წმინდა ისიდორე ალექსანდრიელი უცხოთ შემწყნარებელი. ესე იგი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა აი ნუ პალადიუსი ელინოპოლის ეპისკოპოსი ლავსაიკი აი აქ პალადიუს ლავსაიკში და ასევე ეს არის იონი ოქროპირის ცხოვრება, რამდენიმე ვერსიებში არსებობს ცხოვრება და ერთ-ერთში არის აი ამ პალადიუსის და რომაელი დიაკონი თეოდორეს დიალოგი არის იქ აღწერილი და იქ პალადიუსი ამ თეოდორესაც უყვება. ხო და შეგი ბოლოდან ვიწყებთ საუბარს, რატო? იმიტომ რომ აი ამ დიალოგში არის ძალიან საინტერესო ამბავი აღწერილი, რომელიც პირდაპირ ესე იგი შუქს მოფენს. შემდეგ მოგიყვებით მანამდე რა იყო, მაგრამ ეს ბოლო არის რაღაცა საოცარი ისტორია. 80 წლის არის ეს ისიდორე უცხოთ შემწყნარებელი, როგორც მოგახსენეთ, ეს ისიდორე იყო ანტონი დიდის მოწაფე და მაკარი დიდის თანა მოღვაწე. აი ასეთ პიროვნებაზე გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი. და მოკლედ
იწყება ეს ამბავი, ეს პალადიუსი გვიყვება ამ ამბავს. ვიღაც ქალბატონი რაღაც ისეთი აი როგორ გითხრათ, დინამიური დასაწყისი აქვს ძალიან რა. დინამიური, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიაა, რომ ასეთიც არაფერი გამიგია, მოკლედ, ესე იგი, რასაც ახლა მოგიყვებით. ქალბატონი არის ვიღაც მდიდარი ქალბატონი, რომელმაც ამას უცხოთ შემწყნარებელი რას ნიშნავს, ესე იგი, ამას ალექსანდრიის ეკლესიაში აბარია ესე იგი სოციალური სამსახური ავალი. ანუ ესე გაჭირვებლების დახმარება და ნუ ყველასი თქვათ უცხოების ანუ ესე იგი მოგზაურების თავშესაფარი, საავადმყოფო, ყველაფერი. მოკლედ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი არის ალექსანდრიის ეკლესიაში. ამიტომ ქვია უცხოთ შემწყნარებელი. და ეს რაღაცნაირი ისეთი არ ვიცი თანამდებობა თუ ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველა მასთან თუ ვინმეს უნდა რომ ეკლესიას რამე თანხა შეწიროს, ამასთან მოდიან, რომ აი გაჭირვებულებს დაეხმარა და ამას აძლევენ ამ ფულს. და ამ ქალმაც ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი შესაძლებელი გაიღო. რატო გაიღო ეს შესაძლებელი? ამასაც ახლა ცოტა ხანში მოგახსენებთ. მაგრამ გაიღო ესე იგი 1000 ოქროს მონეტა. ნუ ეს ახლა იმ დროისათვის მინდა გითხრათ რაღაც ძალიან სერიოზული ფული. ოღონდ ამან უთხრეს თი რაღაცა. აი ამ ფულს მოგცემ. ოღონდ დაიფიცე საკურთხევლის წინაშე, რომ ამას მოახმარ აი სწორედ ჩვენ საქმიანობას რა. გაჭირვებულებს ალექსანდრიის გაჭირვებულ ადამიანებს მოახმარ ამ ფულს. დაიფიცე იმიტომ რომ ახლა ვიწყებთ რა. ალექსანდრიას ყავს პატრიარქი თეოფილე პირველი თუ თეოფილე მეორე რომელია. მოკლედ თეოფილე ყავს ესე იგი პატრიარქი, ალექსანდრიის პატრიარქი არის ხმახო. თეოფილე პირველი. მოკლედ ალექსანდრიის პატრიარქი არის თეოფილე პირველი და ნუ ეს თეოფილე პირველი რთული პიროვნებაა საკმაოდ იქ რაღაცა ანტიოქიის ეკლესიასთან კონფლიქტი ჰქონდა, რომლის მოგვარებაში სწორედ ეს თავის დროზე ეს ისიდორე მანამდე დაეხმარა ამან ორჯერ გააგზავნა დელეგაცია რომში, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი სწორედ ისიდორე იყო რაღაცა მერე ეს იერუსალიმში გააგზავნა ეს აი იმ ამბებთან რო გიყვებით უკვე ძალიან ახლოს დროში რა. ხო და ნუ ხედავთ დავიწყოთ იქიდან ეს არის რომელ წელს გარდაიცვალა ისიდორე და 403 წელს, იმიტომ როგორც მოგესმენთ ანტონი დიდის მოწაფე იყო და მაკარი დიდის თანამოღვაწე. ხო და მოკლედ აი ესეთ დიდ პიროვნებაზე ლაპარაკი, ცნობილ პიროვნებაზე და ეს ხალი აძლევს, ოღონდ თეოფილეს არ მიცე ეს ფული. არც უთხრა, დაიფიცე რომ არ ეტყვია თეოფილეს, იმიტომ რომ როგორც კი თეოფილე გაიგებს რომ ესეთი დიდი შემოწირულობა აუცილებლად ამ ფულს ჩამოგართმევს. და ესე იგი, ესეთი საოცარი რაღაცა წერია აქ. ესეთი საოცარი რაღაცა წერია, რომ ესე იგი ისიდორე პელუსიოტი არის ძალიან ცნობილი მამა არის ესე იგი. ისიდორე პელუსიოტი და ესე იგი იმას აქვს ეს შეფასება გაკეთებული თეოფილეზე რა. თეოფილეზე რას ამბობს ახლა ეს ისიდორე პელუსიოტი? რომ იმიტომ უთხრა ამ ქალმაო, რომ ამას ჰქონდაო რაღაცა შეშლა, აი გადარევა ჰქონდა ქვებზე. ამ თეოფილეს. ესე იგი რაც უნდა ფული უნდა ქვების საყიდლად. ახლა რა ქვების? ესე იგი მსგავსად ფარაონებისო, რომლებიც ნახეთ აი ესეთი შეფასება არც გამიგია არასოდეს ახლა პირამიდებზე გვაქვს ლაპარაკი. ესე იგი ეს ფარაონები აშენებდნენ სრულიად უსარგებლო შენობებს. აი ეს პირამიდა ახლა რაც არის, ხო? ახლა ნუ კი აღტოუნებულები ვართ ყველანი როგორი გენიალური კონსტრუქცია რაღაცა დღემდე ვერ ამოხსენით ეს საიდუმლო რაღაც, მაგრამ ისე აი რა დანიშნულება აქვს? არაფერი რა, რაღაცა ამბიციური პროექტია, ხო? ფარაონის განდიდების. აი ასეთ ქვის შენობებს აშენებს ეს თეოფილე
ფარაონივით გადარეულიაო რა. ხო და ეს ფული რომ იმას ჩავარდეს ხელში აუცილებლად ამ ქვებს შეიძენს და აუცილებლად სრულად ეკლესიისთვის უსარგებლო ნაგებობებს ააშენებს და ჩვენ გვინდა იმ ქვების შეძენა ეკლესიისთვის, რომელიც ეკლესიაში ჭირდება, ეს არის სწორედ გლახაკების დახმარება. და ამანაც ეს დათანხმდა ესე რა თქმა უნდა გამოართო ეს ფული და დაიწყო დახარჯა ფაქტიურად ეს ფული და სწრაფად გააკეთა იცოდა რაც მოხდებოდა და ამასობაში ამ თეოფილემ გაიგო. ამ თეოფილემ გაიგო რომ ესე იგი ისიდორეს ეს დიდი ფული აქვს რაღაც ნაშოვნი და ნუ შემოწირულობაა და ესე იბარებს რა დაიბარა ესე ძალიან თვალთმაქცურად და ეუბნება რომ ისიდორე მართალიაო ეს რა კარგია ეს რაღაცა მართლა არისო ეს შემოწირულობა ესეთიო და ამან არ დაუმალა არაფერი და უთხრა რომ გიო და ვინ შემოგწირათო ეს ფული ამან დაუსახელა ეს ქალი და ნუ ესე იგი აქ მოხდა ესეთი რაღაცა რა აქ მოხდა ესეთი რაღაცა რომ ამან რაღაცა ზაკრულად ჯერ იყო და ამ ისიდორეს ხო ეს დაუწყო თვალსმოქცობა და მერე დაიბარა სხვა მღვდელი პეტრე დაიბარა და უთხრა რომ ეს ქალიო შენ ვაზიარეო ამან ხო ვაზიარეო და კი მე რა დაზიარე ხო მანიქეველიაო ეს ქალიო საერთოდ ეს თეოფილე რაღაცა ესეთი დიდოსტატი არის მოკლედ ესე იგი ამ ცილის ამბების ახლა გამოჩნდება რასაც მოგიყვება ხო და ამან თქვა იცი რა მეო შეგითანხმეო შენო ესო გითხარიო მოიქცაო ეს ქალიო მიიღო მართლმადებლობა და მე ვაზიარეო როგორც წესი და რიგიაო არაო მაგას არ მიუღიო და ამან მოუყვანა ისიდორე მოუყვანა დასამოწმებლად რომ ისიდორებაც რა თქმა უნდა უთხრა კი მოიქცა რაღაცა და აი აქედან დაიწყო სწორედ ამისი საშინელი მრისხანება და მოკლედ ესე იგი გამწვანდა რაღაც ესეთი სიტყვები უწერია სხვა შორის ამ პალადიუსს რომ ესე იგი როგორც ვაი ძაღლიო სამალავში მიიმალებაო და იქიდან უცებ გიკბენსო აი რაღაც ესე ამან ემას ქნა რა ქვია ჯერ იყო და ამათ ეჩხუბა და ამ ქალზე რომ ესე იგი როგორ შეიძლება და ამის ზიარება და დასაჯა ეს პეტრე განკვეთა საერთოდ ამის გულისთვის და რაც შეეხება ისიდორეს ესე იგი იმ წუთას არაფერი არ უთხრა და ესე იგი პატრიარქზე ლაპარაკი იმისი ალექსანდრიის პატრიარქზე ნუ რა ვიცი რა მოსაყოლი ამბავი ეს არის მაგრამ აი ისიდორეს ეხება ესა და რა გაუკეთა იცით დაიბარა 2 თვის შემდეგ ისიდორე და იქით რამ შეუნება რომ აი ისიდორე ქაღალდიო ესე იგი ეს ქაღალდი უცადე რა ქვია ქარტია აი ქარტია არის შენს წინააღმდეგო და დაიცავი ხა თავიო რა ქარტიაო ამ ისიდორე მეკითხა ეს ქარტია მე დავწერეო ეს არის რომ შემოვიდაო შენზე საჩივარიო და მე ესე იგი ბრძანება დავწერე ქარტი ხო და საჩივარი შემოვიდაო რომ შენ 80 წლის კაცია ლაპარაკი რომ შენ სოდომურ წოდოში გედება ბრალიო ოღონდ ეს საჩივარი 18 წლის წინ შემოვიდაო რა ვითომ ეხა 18 წლის წინ ნუ ავიცი ხა რამდენის იქნებოდა 62-ის ხო ხო და შემოვიდა მაშინო და მერეო ისიდორე მუთხრა მერეო არ მეცალაო და ეხა რაღაც სხვა ქარტიებს ვათვალიერებდიო ჩემთან უცებ აღმოჩინდა გამახსენდაო რა ეხა რომ მაშინ მქონდა ეს დაწერილი და მოკლედ აი ეს ბრალდებარი უნდა განკვეთოს ეხა ამისთვის და დაიცავი თავი ეს ეუბნება რომ იცით რაო პატრიარქს ეუბნება რომ იცით თქვენ კი დაგავიწყდათო ალბათო მესმისო დაკავებული ხართო მაგრამ ის თვითონ ის ჭაბუკიო რა ვიზეც მე ძალა ვიხმარეო იმან რატო არ შეგახსენათო ეს ამბავი აი ერთხელ მოვიდა შემოიტანა ეს საჩივარი თქვენ ქარტია დაწერეთ დაგავიწყოთ მე საწავიდა ის რატო აღარ მეორჯერ რატო აღარ იჩულა რა არისო იციო ისო მეზღვაურია და ზღვაში წავიდაო რა ზღვაში დაცურავსო და კი მაგრამ ზღვაში 18 წელია დაცურავს და საერთოდ არც ერთხელ არ ჩამოსულაო აქო
და ის რომ მიხვდა ესე იგი ეს თეოფილე რომ რაღაცა გაება რაღაცა მაშინ ვერ გასცა პასუხი ხვალ გავაგრძელოთ ჩვენო ეს საქმეო და რა გააკეთა იცით მონახა ვიღაცა ჭაბუკი რომელსაც შესთავაზა და აღმოჩნდა ხა როგორ შესთავაზა მისი დის საკუთარ დის საშუალებით ეს და არის გარეული ამ საქმეში და შესთავაზა 15 ოქროს მონეტა ამ ბიჭს ხო და ხა საიდან ვიცით ეს ამბავი ამასაც მოგიყვებით შესთავაზა რომ ესე იგი შენო აი უნდა თქვაო რომ ისიდორემ შენზეც ძალა იხმარაო რა ხო და ნუ ეს ბიჭი ძალიან შეშინდა ეს პატარა ბიჭია რა პატარა ბიჭია ლაპარაკი ჭაბუკზე და ეს ფული წაუღო დედას ხო და დედას კიდევ უფრო მეტად შეეშინდა იმიტომ რომ ნახეთ როგორი სიტყვებია მოყვანილი ქრთამი ფსალმუნის სიტყვებია მე-14 ფსალმუნის მე-5 მუხლია ქრთამი უბრალოსა ზედა არ მოიღო ვინც არ მოიღო ქრთამი უბრალოსა ზედა იგი არა იძრას უკუნისამდე და ნუ ესე იგი ფაქტიურად ამ ეს ხალი ნახეთ რაზე დაფიქრდა რომ იღებს ესე იგი ფულს იმაში რომ უბრალო ადამიანს ცილი დასწამოს თან ვის ისიდორეს ხო და ატირებული მივიდა ისიდორესთან თვითონ ეს მივიდა ისიდორესთან და უთხრა ესე და ესეაო საქმეო რომ აი შენი ცილი შენთვის შენ რო ცილი დაგწამოთ აი შენი ცილი საწამებლად გვაძლევენო ამდენსო და მან გამოკითხა ესო თეოფილეს დამ გადმოგცავ. ეხლა ეს თეოფილეს და რა შუაში იყო და იმ შუაში იყო რომ აი სწორედ ამ პეტრეს რო მოგახსენეთ რა ესეთი რა მოსაყოლი ამბებია, მაგრამ ნუ ესე არა პალადიუსი წერს. მოკლედ ესენი დაიბარა ორივე რომ ცრუ მოწმეებად რომ დამიდეკითო რომ ესე იგი რომ მიგადმომცეს რაღაც მემკვიდრეობაზე ხო ლაპარაკი და ამასმა კატეგორიულად უარი უთხრეს ეს ხალი დატოვეს ამ მემკვიდრეობის ნუ რაღაც არც ეკუთვნოდა ამის გარეშე და ამის გამო მოიძულა და ეხლა ესე იგი ესე მიიღო მონაწილეობა და მოკლედ ეს კი ასე გაირკვა ეს ყველაფერი გაირკვა რომ ესე მოხდა მაგრამ მიუხედავად ამისა ამან ესე იგი ამ თეოფილემ ბრძანება გამოსცა პირდაპირ ის ხო განკვეთა ის პეტრე ეხლა ეს ისიდორე გააძევა როგორ ნუ ესეც დააყენა თავისი მსახურებისგან და მოკლედ ესე იგი ამას რაღაცა აი ამ სოდომური ცოდვისთვის რაღაცა ძალიან მძიმე საჭთან მაშინ ასეთი ცოდვისთვის ციხეში სვამდნენ სიკვდილი შეიძლება დაესაჯათ და რაღაცა და ამან თავი გაასწრო მოკლედ ამ თეოფილეს რომ მიხვდა რომ ესე იგი არაფერი მტკიცება არ გამოვიდოდა და წავიდა ნიტრიის უდაბნოში სადაც სწორედ ეს მაკარი მოღვაწეობდა თავის დროზე და ანტონი და როგორც მოგახსენეთ ეს ამათი იქ ცხოვრობდა ახალგაზრდობა აქ გატარებული პალადიუსი ამას რომ მე რო ვიყავიო იქო ნახეს რომელ სენაკში ცხოვრობდა ეს ისიდორე და წავიდა და მამებს მოუყვა ეს ამბავი რომ ესეთი მდგომარეობა და მამებმა მიიღეს და შეიწყნეს ეს რო გაიგო ამან ესე იგი საერთოდ დაკარგა ესე რომ ვთქვათ ადამიანის სახე და დაუწყო ეხლა ბრძოლა ამ ნიტრიის უდაბნოს მონასტრების წინამძღვრებს და სხვადასხვა რამდენიმე ეპისკოპოს მიწერა წერილები რომ ესენი უნდა განიკვეთონ რატო უნდა განიკვეთონ ახლა ჯერ ეს არასაბუთებს მაგრამ შემდეგ ესეთი რამ თქვა რომ ორიგენისტები არიან ნუ ორიგენზეც გვისაუბრია ჩვენ რომ ესე იგი ორიგენეს მიმდევრები არიან ორიგენე დიდი მამა რა თქმა უნდა ძალიან მაგრამ ნუ არ არიან ესენი ხა ორიგენისტები და ორიგენეს ეს ერესად არის აღიარებული მისი სწავლება ხემოსაც ჩაუხმოვდები და მოკლედ ამაში დასდო ბრალი და ეს მამების დელეგაცია ჯერ კიდევ მანამდე სანამ ეს ამბები მოხდებოდა ჩამოვიდა ორჯერ ამ თეოფილესთან რომ ეს ისიდორე დაიცვან და ერთხელ უთხრეს რომ აი ეს შეცდომა იქ რაღაც არასწორია და ეს ისიდორე მოკლედ ნუ დაждია ამ ისიდორეს ამან თუ კი მართლები ხართ რაღაცა მე მეორეჯერ რომ ჩამოვიდნენ ამაზე საშინელად განრისხდა და ესე იგი ერთ-ერთი ციხეში ჩასვა ამათგან და მე უკვე როდესაც მესამეჯერ ამათ დააბრალა ეს სრულიად უსაფუძვლოდ ესე იგი გაძევება
მონასტერში ცხოვრობენ და მონასტრებიდან ნაძვებს და მოკლედ დაიბარა ერთ-ერთი ბერი, რომელიც ამასთან ერთად ამათ ხუთნი მოვიდნენ ამასთან, რომ ეთქვათ, რომ რას გვერდში, რატო ისა და ერთ-ერთი იყო ამონიუსი, რომელიც იყო ამისი ბავშვობის მეგობარი ამ თეოფილესი. ხო და ესე იგი როგორ წერია, ცით ამან ეს ონოფორი შემოიხვია კისერზე. და ამ ამონიუსს ეცა პირდაპირ და ცემა დაუწყო სახეში და ბოლოს ორი თითიო ცხვირში მოუჭირა, ეთქობა გადაუტეხა ეს ცხვირიც რაღაცა დაუსისხნიანა სახე მოკლედ და მოკლედ ამაზე აღარ გავაგზავნებ ესე იგი ამ თეოფილეზე საუბარს. ხო და კიდევ აი რას წერს მოკლედ ამ ისიდორეზე წერს რომ ესე იგი მე რო შემეძლოსო ეს ხო აი რა არის ამ ისიდორის შესახებ კიდე საინტერესო რომ ну ხო მდიდარი ადამიანი იყო ძალიან ოჯახიდან და რაღაცა და ესე იგი თითქმის არ ჭამდა საჭმელს ძალიან ცოტა ჭამდა და მიუხედავად ამისა იყო ძალიან მსუქანი რა დიდი ტანის იყო მსუქანი იყო და ესე იგი ყველას ეგონა რომ ეს რაღაცა არაჩვეულებრივად აქ ცხოვრება მოწყობა არ და ეს ძალიან კაცრად მარხულობდა და მე მინახავსო თვითონ ეს პალატიუსი ამბობს რომ ჭამის დროს მონასტრის ტრაპეზებს ესწრებოდა და იქ ჭამდა ხოლმე და ნუ ჭამდა ძალიან ცოტა ჭამდა მაგრამ თან ტირობდა ხო და მე თვითონ მკითხეო რომ რა გატირებსო და რა მატირებსო და ესე იგი ძალიან ქონდა განვითარებული ეს აზროვნება და ღვთისმეტყველება და მე როდესაც ვჭამო ფიქრობ იმ ზეციურს მასე რომ საჭმელზე რომელიც სასუფევლისთვის არისო სასუფეველში არისო და აი მე იმას როგორ ვაყალდები იმაზე და აი ამის გამოვტირი ვარო რა აი ამ ეს საჭმელი იმ საჭმელს მახსენებს და ნუ მოკლედ 93 წლის გარდაიცვალა და ეს ბოლო სასამოსი ცით მე რომ მქონდესო საშუალებაო და რომ ესე იგი რომ შემეძლოსო ესე იგი რომ მოგიყვეთ ყველა სათნოების შესახებ რაც ისიდორეს ჰქონდაო არანაირი დრო ამას არ ეყოლდაო ისეთი საოცარი მოკლედ ადამიანი იყო ну მოკლედ აი ძირთად ეს არის ამ ისიდორეზე არა გვაქვს არავითარი გამოსახულება ერთადერთი რაც გვაჩნია აი ეს პატარა სანაცვლე არის ნახეთ აი პატარა სანაცვლე არის აი ამაში არის ნამცეცები წმინდა ისიდორეს და შეგვეციოს მისი მადლი დღეს ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა მაკარი მარხველის შესახებ ხახურის მონასტრის სინამდვილის და გიორგი მთაწმინდის სულიერი მოძღვრის შესახებ ვისაუბრეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანტონ მეორის შესახებ რომელსაც ეკლესია მრავალნებული უწოდა შემდეგ ვისაუბრეთ იულიანა ნიკომიდიელის შესახებ მოწამის ქალწულმოწამის და ბოლოს ვისაუბრეთ ისიდორე ალექსანდრიელის უცხოთ შემწყნარებლის შესახებ და შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი